მე ვარ რიტა ბრეგვაძე, 63 წლის. ამ ზაფხულს მოულოდნელად აღმოვაჩინეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე. ეს იყო ძალიან დიდი შოკი და სანერვიულო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც, ჩემი შვილებისთვისაც. აი ძალიან შეშინებული ვიყავი, მაგრამ რომ შევხედე ჩემი შვილების ამ შეშფოთებულ სახეს და მათ თვალებს ვიფიქრე, რომ აუცილებლად კარგად ვიქნებოდი. ივნისის თვეში შევიტყვი ჩემი დაავადების შესახებ. აგვისტოში გავიკეთე ოპერაცია და ოპერაციის შემდგომ მივმართე კონსულტაციისთვის ქალბატონ ნატალიას. როდესაც ქალბატონმა რიტამ პირველად მომართა საკონსულტაციო იმ დროისათვის უკვე მას ჩატარებული ჰქონდა ოპერაციული მკურნალობა, შესაბამისად მას უკვე ჰქონდა თავის დაავადებაზე ინფორმაცია. ქალბატონმა რიტამ საკმაოდ ნაადრევად მიმართა ექიმს, დროულად მოხდა მის დაავადების დიაგნოსტირება. შესაბამისად მისი მკურნალობაც არ მოიცავს ძალიან ბევრ სხვადასხვა მკურნალობების კომბინაციას. ამ ეტაპისათვის ქალბატონი რიტას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არანაირი გვერდითი მოვლენები მკურნალობის ფონზე არ აქვს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ რადგან ყველაფერი კარგად და უპრობლემოდ მიმდინარეობს, მისი ემოციური განწყობაც კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან თვითონაც ხედავს ქალბატონი რიტა, რომ არ არის სქიური თერაპია რთული მკურნალობის მეთოდი და ამ ხრივათაც ვფიქრობ, რომ მოეხმარა და უფრო მოტივირებულად არის მკურნალობის პროცესში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას ექიმისგან. ჯერ ერთი ქალბატონი ნატალია ესეთი თბილი და ესეთი სასიამოვნო ურთიერთობის ადამიანია, რომ სიტყვითაც და ყველაფრით დამამშვიდა ძალიან და იმედი ჩამესახა. ამის შემდეგ სულ ვკითხულობ ინტერნეტშიც ან ჩემი დაავადების შესახებ და ქალბატონი ნატალია რასაც მარიგებს, როგორც მეუბნება პროცედურების შემდეგ რაც უნდა გავაკეთო, ყველაფერს მიწევნით ვაკეთებ. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ ახლა თავს. აი ემოციური ვარ საერთოდ, მაგრამ რომ გამოვდივარ ხოლმე ქალბატონი ნატალიას კაბინეტიდან, შვიდი ვარ უკვე და ვიცი, რომ ეს კიბო განაჩენი არ არის. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადების დროული დიაგნოსტირება, იმიტომ რომ ზუსტად დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში ველოდებით გამოჯამრთელებას. ზუსტად ისე, როგორც ქალბატონი რიტა მოიქცა, როგორც კი პრობლემა აღმოაჩინა, დროულად მიმართა ექიმს და შესაბამისად აგერ ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილები, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება და თავის ოჯახთან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცოცხლებს. მე 6 შვილი მყავს. ვაპირებ გაგრძელებას სიცოცხლისას. საბავშვო ბაღში ვმუშაობ, ბავშვები არიან ჩემი სიცოცხლეები და ისეთი შემართებით ვარ, რომ მინდა რომ კიდე დიდხანს ვიმუშაო და გავაგრძელო ურთიერთობები. თვითონ არის პიროვნულად ძალიან პოზიტიური ქალბატონი და მე ეტყობა მისი პროფესიაც გარკვეულ ამ დადებით ასე ვთქვათ მომენტებს გვაძლევს ამ მკურნალობის პროცესში და მეტად იმედიანად არის განწყობილი თავისი დიაგნოზის მიმართ. ვინც ახლა ჩემ გზას ადგას, აი ყველას კონდეს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ ეს დაავადება განკურნებადია და ყველაფერი იქნება კარგად.